ეს ფული შეგროვებაც რომ შემომაჩერჩეს რა. ადი მიდი, ნელა მანდ ჩამომტრეული კი ბია იმდე დამამტრია რომ რა ვიცი. მოდი გოგო, მოდი რაღა დარჩა აგერ მზევინარი და მე ამათ ზემოთ და მოვრჩებით. უი გოგოებო, თქვენ ხარ, რა ხდება ხომ მშვიდობა? მშვიდობა მზევინა გოგო, ცოცხლას ვაგროვებთ, რომ ეს სენსორიანი განათებები დავაყენოთ ამ ჩვენ სადარბაზოში ეს ყველა სართულზე და აღარ დავიმტრეთ იმ მესამე სართული ჩამომტრეულ კიბეზე. ხო. რა ვიცი ხლა, მე მან დაწავწეულ ვარ. აი რა პრობლემაა, დავდებ საფულეს, ხო, აი ერთი წუთი. აი მიმაწერით მანდ. ხო. თქვენი ციტაბა. დედა ეს კიბეებზე სიარული არის ჯოჯოხეთი ჩემთვის რა გოგო მე ხო ბარძახში. რკინა მაქვს ჩადგმული და აი სულს მიმწარებს. გოგო ჩხიკვიშვილებს რო არ დავადებინოთ, აი ნანარი გასაცოდავებული კაცის ხელში. რა არ დავადებინოთ გოგო, მაგის რობოკოპი ქმარი და ურეკავენ თუ არა, დილა შუადღია თუ შუაღამე თავით მოგლეჯილი კარბის. იმდე შაურბენია ხოლმე ჩაბნედა ბულგორპუსში. ისი ალალია რომ დაიმტრეს იმ მესამე სართულის ჩამომტრეულ კიბეზე მცირედეში. ხო, გოგოებო, გამარჯობა. ცუდ დროს ხარ მოვედი? არა, მითხარით, გისმენთ. 20 ლარს ვაგროვებთ განათებებისთვის. ხო და რავი, შენ თუ არა შექმარს იქნება ქოდეს არის სახლში? არა, დასარბევად არის წასული. რა ნანა ჩემო კარგო ვერ გავიგე. დასალევად არის წასული. საღამოზე შემოგაწვდი რა ამარეხი. დედა ნანა რა დღეშია მე არ ვიცი. მოკლედ ჩავედი ახლა მე ჩავხედო ჩემებს. ხო და ჩაგაბარე ფული იცოდე. ხო, წავედი. კი, ფული ჩემთან არის 380 ლარი. მაიმე დედა. რა მოხდა გოგო? დედა ეს კიპი არის სასწრაფოდ მისახედი რა. ბავშვებო, შემოდით ახლა მალე დიდხანს ვიყვირო. შეხედი როგორ მოიზლაზნება რა. დაცხედით სულ ყველა. დღეს განვლილ მასალას გავიხსენებთ. მას განვლილი თუ განავლილი? განვლილი თქვენკენ მოიკითხეთ. აბა ვინ გამახსენებს არსებითი სახელის ბრუნვებს, რო ვისწავლეთ 7 ბრუნვა. აბა იქნება მოვაბრუნო ეხლა ესეთი ორიანები ჟურნალში რომ წელი ვეღარ გამოასწოროთ. მას მე ვიცი 7-ვე. პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ფაღები, ალექსანდრიის შუქურა, 7 ბრუნვა გოგო, 7 საოცრება მეთქი ეკითხარით. ალექსანდრიის შუქურა. ჩამაშუქურეთ შენ თვიში გაიგებდე რა ხდება. მას მე მახსოვს. პირველი იყო სახელობითი, მერე მეტი აღარ მახსოვს მას. კაი, პირველი ბრუნვა სახელობითი, მეორე მოთხრობითი, ხო? გასწავლეთ, აბა გაიხსენეთ შარჩანი მოთხრობითი, ანუ ამით ერთი ადამიანი მეორის რაღაცას უთხრავს, ხო? მას უთხრავს, სწორია? დიახ, სწორია. უთხრავს ის, მას. მას მე მგონი არასწორი, არასოდეს გამიგია ეგეთი სიტყვა. სწორია, შვილო, სწორი. უთხრავს ის, მას, მოგითხარი მე შენის. ომარიკო, ჩასვება მიდი ახლა ეს სიტყვა წინადადებაში. თხა ძროხას ამბავს უთხრავს. ფანტაზია ვერ დაგიხვეწა ვერც წილს, ხო? მითხარი ახლა მანდიდან ზნა რომელია? ზმნა? ძროხა? თხარა ბიჭო. კარგით ნათია მასწავლებელო მოვალ დღესვე. კი ბატონო. რა მოხდა ნეტარ. ომარიკოს დამრიგებელმა დამიტეკა. გამოცხადეთ სასწრაფო სკოლაში, თქვენ მაშინ გაკვეთილზე კიკინი დაიწყო. ვერაფერი ვერ გავიგე რა მოხდა. შოპინგი იწყება, მაგრამ ჯერ უნდა შევჭამო. მე სულ დამოვიწყდა ისთვის შემოვიდი. მე მგონი რომ ყველაფერს ვიყიდი. 250 ლარად ყველაფერს ვერ იყიდი. ფეხსაც ვერ მიიყიდე და შარვალი. ნუ კამარის თუფული დაგჭა. კამარი არ ჩენ გაწყიდა. მე რამდენი ცევენი დაიშჭა. აუ შოკოლადის არის, ხო ძალიან მიყვარს მეც. პირველია რა გინდა? არ ნამციცდებათან. აბა შენ ერთ ფახლავთ ხოვილი მაღაზიებში. წამოი მაღაზიაში შევიდეთ. რომელზე მეუბნიო? აი კონსულტანტების რო 15 წელს ჯასტინ ბიბერი ვით აქტმები. გამარჯობა, დახმარება ხარ გჭირდებათ? არა, მადლობა. თეკლი ბანძი შარვალი არ იყიდო ეხლა. არა, ბანძი არ არის. ბიჭები წვდელობენ ხოლმე და გოგოები. ცოტა შორი ჯასტინ ბიბერსაცო ესეთი ახლახანს. ხო, როგორი დამხევა. თეკლი მე მგონი ჯასტინ ბიბერის ხათრით უნდა იყიდო ეგ შარვალი. რა? აუ, ძალიან დიდი პოტიში, მაგრამ თქვენი ხათრით ნამდვილად ვერ ვიყიდი ამ შარვალს. ჩემი ხათრით? ვერ მივხვდი? არა, ხუმრობს, ესეთი იუმორი აქვს უბრალოდ. თეკლი წინა მაღაზიაში შედი ეხლა.
დომელში. აი რინი რატარგარიანი რო კონსულტანტად. გამარჯობა, დახმარებათ, დაგჭირდეთ მითხარით, კარგით? დიახ, მაიკვინ. ნაიჯოთ მასის თეკლა. გამოდით ბიჭების სექცია. მოგვიდებით. მე მგონი კაი რაღაცები აგარჩევინე, ხო, ძალიან მოგიხდა. კი, ძალიან ყოფილები ვართ, მადლობა. და ეს 7 days-ში ჩემგან საჩუქრად როგორც 7 სამეფოს კანონი ერთ დედოფალს. ეს ქუდი მიყიდე რა ძალიან მომწონს. გაჩერდი ახლა არ არის მაგის დრო. გამარჯობათ, ჯინსი მინდა ბავშვისთვის, მოდელები რომ აჩვენოთ და ფერები თუ შეიძლება. მოდი ჩემოგარგო, ჯინსების მეტია მაქვს. აგერ 1 2 3 არჩიეთ. მარიკო განები ამათ თავი წაუსახაჭაპურიანი ხელები. მიყავს გავივლით ჩვენ მადლობა. რატო ქალბატონო რა არ მოგიწონათ? ფასია მიუღებელი. კი, მაგრამ ფასი არც მი. კარგი ერთჩენი ჭირი მე რა. ამოიც საათია დავდივარ და არაფერი გვიყიდია. წამოაი აქ შედი, მანეკენს რომ მოკლეკა ბააცვია. გამარჯობათ. მოდი ბიჭო, დაათვალიერე თუ მოგწონს რამე. და რა კაი რაღაცებია. აი მე ეს მოდელი რა ღირს? იგასი დაიკუმარე შენ 90-ში წაიღი. დაიკო თორეებს ერთხელ გადაყოლილი ჩემზე. რა საკეთებო მარიკო? არაფერი მანეკენს უყურებდი. ეგ ავიღოთ მომწონს. მიდი აბა გაისინჯე. ეს არა მარჯვენა მომეცი, მარცხენაზე გახეულინას კი მაცვია. და 2-3 წელი წინდაც მინდა თუ შეიძლება. აგურა შეიძლება დაიკუაგერარი 5-ლარიანი, 3-ლარიანი, 2-ლარიანი. აი ეს 2-ლარიანები მე მგონი რომ საუკეთესოა. აუ რა 2-ლარიანი? ეგეთი რომ მაცვია იმიტომ აკახეული. კაი ხო უფრო ხარისხიანებს ავიღებ. 3-ლარიანები მომეცით 3 წუთი. მე მგონი კაია ეს აბა შეხედი. წინ ნახე თითი, სადამდე გაქვს წასული. ხო, კაია. მოკლედ ავიღებთ ამას. 90 მითხარით, ხო, ფასი? თქვენ განვადება არ გაქვთ, ხო? არა დაიკურა განვადება 80 მომიცი თუ ეგრია საქმე. რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა, აი, ინებეთ. მანახება მარიკო ეგ შარბალი როგორ კარგად არის? კარგად, მაგ გძელია ცოტა, მაგრამ არა უშავს. თან ყველაზე იაფიანია რაც ნახეთ. რა იაფიო მარიკო 70 ლარი იაფია. არა უშავს გავიჭიროთ და ვიყიდით როგორმე. თქვენ განვადება არ გაქვთ, ხო? მუსიკებს მოусმენ და მე დავალაგებ სახლს. არ გაიქცევა არსად. არა ხო შეიძლება რომ ეხლა გააკეთო. მოუხმო სუსტრაფობას და საქმე არ გადადო საღამომდე. ხო, ვიზამ სუსტრაფობასაც მოუხმობ, გავაკეთებ. სწავლის ფული მაქვს შესატანი მალე. საგნები ესარჩევი და წივილ-კივილი მელოდება. მე მინდა რომ მეცვირჩევდე სკოლაში საგნებს. ბუნება და მათემატიკა რაც მინდა. მოუახლოვდა ბიჭს სკოლა და დაეწყო ფორიაკი. მალეკენი შეცვალე ცოტა მიდგომები და უკეთესი იქნება. ტიპირებზე წუწუნებს. ნეტა მე სკოლაში დავდიოდი, ხა და არა უნივერსიტეტში. და კაი იყო ხოლმე ბავშვობაში ტალახში რო თამაშობდით, შენებლობანას. ერთხელ ბავშვებს ეკლა გურგენძია მოვაშენებინე. ისე მალე გარბიან წლები. ნეტა მე სტუდენტი ვიყო ეხლა. დავდიოდი უნივერსიტეტში კურსელები მყავდეს. 2001 წელი იყოს, ციოდეს, შუქი არ იყოს, 5 ვიტრი მეცვას ერთად. მე კიდე იმაზე ვფიქრობ ხოლმე, შვილები რომ ეყოლება. ნეტა მე ჩვენერად გაუბრაზდებდი ხოლმე შვილებს. როდის გიბრაზდები, ბიჭო, თუ ხარ ნორმალური შენ? ხო, ნუ ბევრნაირი მოგწონს ახლა ჩვენი თავი და ის რაც გინდა მალეკენი სუსტრაფობას მოუხმე. თორე დაგწდება მე რომ გაიზრდები გული რაღაცეებზე. ხო, მიმაგალითად მოგზაურობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ვერც თიკომ და ვერც თეკლამ. არა და კი წავიდოდი ესპანეთში. მოგზაურიან ეს ჩემი თავის მეხუთე ვერსია. მაგას უნდა ფულის მოგროვება, უნდა მოაგროვოთ რაღაცა. შაურმებში რო ხარჯავთ სულ. აბა ჩვენ დროს ესპანეთი კი არის, ჩემს ხომ ვიყავდი ხოლმე ზესტაფონში, იმაზე ვირაოდი ჭკუიდან ისე მიხარობდა ხოლმე. კი ვეღარ ვითმენდი, სანამ ჩავიდოდით ხოლმე ესეთი სუსტრაფი ვიყავი. მე კიდე მინდა რომ ბავშვებმა შტაბი ავაშენოთ ჩვენ გარაჟთან და მე ღამე გავათენოთ ხოლმე იქ. შტაბს მოგცემ მე შენ. მომინდობ ახლა ქუჩაში ღამის გატყინება რა. ისე კარვით მე წავიდოდი სადმე და დავრჩებოდი. ხო. და იმდენი ვილაპარაკეთ, ძილზე ჩაეძინა ამას. ანასტასია გამოფხიზლდი. გაიღვიძე გოგო. ანასტასია, გაიღვიძე გოგო. აუ რა სიზმარი ვნახის. ესპანეთში მივდივარ, დრო მოვიდა. ესე იგი საიდან გამოჩხრიგეთ ეს ბილეთები მე არ ვიცი რა. თეკლაც ერთ-ერთი ყოფილი მუშაობს ტურისტულში და იმართ რომ ძალიან მაგარი ფასებია ბილეთებზე. ხო და დავითრიეთ მეც თიკომას და თიკლამაც. აუ მეც მინდა, ჩემთვისაც აგეთრია. გთხოვ სანამ არ გადავკვეთ საქართველოს საზღვარს ხმა არ მოიღო.
მისმინებ, რა უნდა მოინახულოთ ეხლა მადრიდი? ხო, ძირითადად მადრიდში, ტეკლას დეიდა ხომ მან ცხოვრობს მანდერი გათხოვილი და ბინაში ფული არ დაგვეხარჯება, მაგასთან მივდივართ. ჩემი სატენი სად არის? ოთახში დარჩა. წაიღე ყველაფერი, არაფერი დაგრჩეს აქ. ამარიკო ჩართემედია ტელევიზორი მოვისმინოთ საინფორმაციო. საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. ერთი სული მაქროდის გავფრინდები. ინგა თვითონ შროცუდად გავხდი. პარკი წაიღე იქ და თუ გული აგერევა გამოგადგება. ეგრე ვაკეთებთ ხოლმე მარშრუტკაში მე დადიდა. სწორს გეუბნება ბავშვი, აიღე მიდი იქ ქაღალდის პარკები როდებს და წაიღე ერთი ცალი. მისმინებ, პირდაპირ ფრენა გააქვთ. ჯერ თბილისიდან მივდივართ ქუთაისში, ქუთაისიდან მე სტამბოლში, სტამბოლიდან მადრიდში და მე მივიდივართ ტეკლას დეიდასთან. მიზერება. ხო ტეკლა. და პასპორტი წამოიღო თუ არა, მაგის გარეშე არ წამოხვიდე იქ. დი პასპორტი რა არის? რობერტიძე რომ მეუბნეოდა ხოლმე ბავშვობა შეფა პასპორტი მაჩვენეო? არა, კაცო, გამომეცალე ერთი წუთი რა. ანასტასია რო ჩახვალთ იქ, დარეკე ეგრევე იცოდე ბარმანერვიულო აქ. ნუ გიშინია რა. ტეკლას დეიდა დაიმატე Facebook-ზე, ნონა ხიდაშელი. მომიძებინე ვიდეო მარიკო ამიკრიფე Facebook-ზე, ნონა ხიდაშელი. ხიდაშელი, ბიჭო, ძიდაშელი კი არა. რა იყო შენ პრეზიდენტობის კანდიდატი ხო არა ხარ, ვერ გავიგე. დრამაცინებს. მოვედით აეროპორტში. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ 3 საათია ფრინამდე დარჩენილი. დაიწყება რეგისტრაცია ცოტა ხანში და ჩავდგებით რიგში. თიკო მიდი აბაწონე შენი ჩანთა. რამ სიმძიმე გუღადაობ? ამოაკელი მიდი რაღაცები და გადაიცვი. აი თეთრი მაისური შემოიხვია კისერზე. ვითო შარფია. მე 4 მაისური ხომ მოწვედა ამ შარული შეგინთ კიდე პიჟამა მაქვს ამოწმული. მე 9 მაისური ბრეც მაქვს შარული ჯიბიში მიდევს. ამ ეკრანს უყურეთ, ჩვენი რეისი რო დაეწერება ჩავდგებით რეგისტრაციაზე რიგში. რეგისტრაციაზე მარტო პასპორტს ვაწვდით, ხო და მე მივიდოთ უსაფრთხოების კონტროლზე. ხო და უსაფრთხოების კონტროლზე უნდა გაიხადო ყველაფერი და წრიბინა კარებში უნდა გაიარო. ერთი წუთი. შიშვალმა უნდა გავიარო იქ. ეგ რომ წედი და საერთოდ წამოვიდოდი აქ. რა შიშველი გოგო ქურთუქს იხდი მარტო ჩანთას მოიხსნი, მაგას გაატარებენ იქ სკანერში. წყალი დავითრიოთ რა აქ სადმე დაგჭირდება. დაიცე წყალზე მეგეპატიჟებით გავალ და ვიყიდი. თიკო ის რა მაგარი არა მადრიდში რო ვიქნებით. შურიანები იმინა ჩაიხჩობიან ბოღმაში, ოქროშვილი და ეგეთები. ტეკლა არ მოიტანე წყალი? რა ვიცი გოგო, რაფერი გადევს სახეზე? ან კითხო 7 ლარი ღირდა ერთი წყალი. მეთქი 6 ლარის გადახდით ნამდვილად არ ვაპირებს ამ წყალში თქო და გამოვბრუნდი. ახლა ვფიქრობ რომელი უფრო გაუკვირდებოდა გამყიდველს. რო გამოვბრუნდი თუ 3 ჯერ 7.26-ია. მისმენთ ესპანეთში ინგლისურად ხო ლაპარაკობენ? სავარაუდოდ კი. მაგრამ შენი ინგლისურით მაინც ვერაფერს გააგებინებ. please და აქტუალიტები საით არის? იმედია მოფსმა 7 ლარი არ ღირს. მე მოვკლავ აუცილებლად მომარიკოს. ხო, ძალიან დიდი ბოდიში რა ვერიკო კიდე ერთხელ ენა უნდა ამოვაცალო ეხლა ამას მე. ვიღაცას წითელია თუ რა მიქარია მჯერად. მე არაფერი იმას მიქნია, ფირცხალა ვამაბრალებს რაღაცებს. გაბრალებს კი არა, მოდი აქ. ეხლა შენი პირით მითხარი გაზეთმეტსახელის შევკი ფირცხალავას კლასში. სანამ ვიმოქმედე იცოდე. მე არაფერი შემირქმევია. სანამ ვიმოქმედე მეთქი. თავრი ჯგვინა. თავრი ჯგვინას მოგწემ მე შენ. დედამისმა დამირეკა, რა მდგომარეობაში ჩავარდი აღარ ვიტყვი. რა გიყო ეხლა მე შენ მითხარი. ვიცი რომ დავისჯები. აღარ გამიშო მაშინ ეს კვირა სკოლაში. გესმის, არა გესმის. კიდე რა ხუმრობის ხასიათზეა რა. შებძანდები ეხლა შენ ოთახში უტელეფონოთ და იფიქრებ შენ საქციელზე. და იმაზეც რავაჩუკოთ მზებებოს დაბადების ღია ხმალე გამიწდა დავიფიქრე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. წეგა რომ მოდიოდი ამნისტიძეების ბინიდან გამოდიოდა ინქალის ცივილკივილი. რა ხდება ნეტა ხო არ იცი? ქვედა მეზობლე მაგის ქმარი მოყვა კაცო გუშინ შეწყალებაში, ხო, დააბრუნდა ოჯახში და დაიწყო თავიდანის მთელი უბედურება. ხოძალადობაზე იჯდა, ამურესა შინელება, არ და როგორ მშვიდად იყო რაღაცნაირად იქალი ამ ბოლოს, რაღაცნაირად გამოვიდა. ეხლა ვფიქრობდი ჩემს აქციელზე და კანწოფილს შეწვავ დღეს. ეხლა შენ შეწვავ იმ გასკურაში იწოდე. დამიჭერე კიდეც და ეგ იქნება რა. ჩემ დაჭერად გათავისუფლდა კიდე სამდენი ადგილი ციხეში. კორპუსთან სასწრაფოა მოსული, ნეტავისთან არიან. რა ვიცი აბა, თირკმელი თუა ნუნუსთან იქნებიან. კუჭი თუა თენგიზისთან და ნაღვალზე კიდე ნებისმიერთან შეიძლება იყვნენ მოსულები ამ საახალწლოდ. მეცე მაგ გაღიზიანებული. საცივ ჩურჩხილას და გოზინი აღჭამდი დღედაღამი და რა იქნება. ცოტა შორის 3 ჩურჩხილა ვიპოვე შენი ბალიშის ქვეშ.
ხო ახლა რო წამოწვევი ადამიანი კაცო გაკრავ კბილს რა იყო ახლა მე ყოველდღე ხო არ ავჭა დე ამოგიტანე მილენარული წყალი აუ მეც დავლეო არ დაალივინო დგას მერი და აბოყინებს უაზროდ აზრიანად ვინ აბოყინებს ახლა ვერ გავიგე მოიტანე მიდიჭიქა და დაგისხავ აი მე უყურე დედა სულ ანჯღრეული მოუტანია რა შენს გაღიზიანებული გაქვს ნახველი ნაღველი არა მაგრამ ისე ვარ გაღიზიანებული კორპუსის ბავშვებს უკეიფია და მე არ მითხრეს დედა კიდე კაი რო არ წახვედი მან ბესოს დაულებინებია თუნდაც მაგათთვის ის თავის აკეთებული ტყემლის არაყი ხო და სულ გაბრუებულები ყოფილან ეს ბავშვები ომარიკო იცოდე გაფრთხილებს სულელია ეკაცი და თუ რამე სასმელი შემოგთავაზა არ იმას აქნა იცოდე აუ თქვენ თეკლე უნდა გინახათ რა მთვრალი იყო ბედნიერება უნდა დავიბედო გადაწყვეტა და საბოლოოდ კათეტერი და გადასხმები დაებედა მივწერო ერთი ისე როგორ არის ვაი თეკლა მე და მირეკა ორში ღამე ეს ინგადეიდა ჩემი მეორე დედა ხარო ასე მეუბნებოდა ხო გეუბნებით ვინ იქონდა გამოცლილი აი მომწერა ინგა სუდნო რა არის სუდნო დედა ეგ როგორ არიცით ეგ ის არის აი ცხოში როცა გიჭერს დემზიაბე ბოახალწეს ფულს მაჩუქებს რა ვიცი ახლა სულ ჩუქნის ხოლმე და რაც ამზაფხულში ბებიაშეს ნერვები დააგლიჯეს სოფელში რა ჭკუაზე იქნება აუ 1.50 ლარი კიდე ამხატავდა ახლა სეკრეტსანტა სერჩუკარი მაქვს საპიტელიზე ეგ მე მგონი ბებია თქვენს მოსასმენია დამონტაჟებული ამ სახლში რა ვიცი რამდენჯერ ვახსენეთ იმდენი რეკავს და აუ მარიკო მიდი უპასუხე აუ მე რა ვუჭყდა ფულს ვერ ვეწყვი მე მრცხვენია რა ვიცი ახლა მოისაწყლე თავი და რაღაც ისე შეაპარე იქით ილაპარაკე ახლა ოთახში საინფორმაციო იწყება ჩუმად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა მთელი ის ქონება რომელიც შეერთებულ შტატებში და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია დაიბლოკება დედა სულ გაუყინია დედა როგორ გამიხარდა ანასტასია მიდი ანთენაც ვისხე აბა ნეთურები ბევრ სწორს და არა ანთოთო ეს არის გამონაკლისი სასიხარულო ამბებზე ხო ვანთებთ ხოლმე კაცო ბოლოს ავანთეთ ესტონეთის სანქციებზე არა ციმციმო გააჩერე რო ციმციმებს თავი მტკივდება მოიცერწუდი ხმა გაიგე აი ეს ოცნების რღვევის ხმა იყო დედა რა კაი განწყობაზე დავდექი ეხლა ერთი კაი ნამცვარი ხო არ ჩავსვა აუ ვინ გამიდის სიგუას ნამცვარი გამოაცხდა რეზიდენციაში აუტანოთ რა ხდება ომარიკო რა სახე გაქვს სიაბებამ დამასანქცირა დელობიანი მალე იქნება დააცადე ახლა გამოწყვე ცოტა ხანი აჰა კალი მორწმუნეობაზე როდებს თავს და მომწერა ბარბალობას გილოცავ ვინ არის ბარბალე აუ ვინ მოგწერა გაფიცებ ვინ და კუბდარი დეიდან მომწერა მესტიიდან მოგიკითხათ თან აუ დემზიაბე ბორიკავზე უპასუხე რა მე რო უპასუხო ჯერ მომილოცავს და მე კიდე 1 საათი მლოცავს ხოლმე ხო დედა გაიხარე მეც გილოცავ შეგეწიოს ომარიკო აქ არის დაგალაპარაკებ დაილაპარაკე ახლა ალო მეც გილოცავ ბებო მადლობა ისე გამიკვირდა მზიები ბორო არ ჩამოვიდა ბებია ბაბუების მასშტაბ გუშინ სამდე კი მერს ხო გახსოვს სოფელი კონდა გადაკეტილი თვითონ ხო მითხრა მე მელაპარაკა ვეხლა ვერ ჩამოვიდა მაგრამ ახალწლებზე ჩამოვა 40 ჩურჩხელა მომაქო 20 ჩვენთვის და 20 წასაღებად აქციებზე ხო მოდი იცი და უქნათ თხილის ჩურჩხელები აქ დავტოვოთ და ნიმუშის გავიტანოთ აქციაზე ხო თხილის გიყვართ თქვენ ომარიკო შენ რომელს ჭამუფრო მადლობა დედა რა კაი ტორტი იყო დედა მამისეიშვილის დაბადების დღეა 12 დღეს ხო და რო ჩააქრობინეს ტორტი იქ გაჭრეს და შემახვედრეს ხო არაჩოული ბავშვი სად არის აუ აღარა ანთებენ ნაძვის ხეს რა თქვა მერი ვინ არის ბიჭო რა მერი თბილისის მერი არ ქვია სახელი ო გაჩუმეთ ხლე ის ბავშვი ის რა თუ არა ინტონეტა არა საინტერესოა რადო და ვერ მოაგროვეს საკმარისი ხალხი და დაგვაბრალეს მე ჩვენ რადიკალებმა ჩაგვიშალესო ომარიკო შეხედე იქით იაფარულავად დგას ია დედა ვერ დამინახა რო დაინახე ხურასამ გადაიდეოდა საერთოდ იცის ვინ ახარ
რა ია ვინ არის? იცი ეგ შენც ვინ არის? ვიდეოს რო გაყურებინე ხო 25 ჯერ. ქალი რო შევიდა ტელევიზიაში. აი ეგ, ია სლეი κουინ. ისე რას გავს ახლა ეს ნაძვის ხე? მართლა იგონათ მე მგონი რომ დავწავდით და რაღაცა ჟღლართი აქვთ მოტანილი. ხო 2013 რო გვიდგა ნაძვის ხე იმას გავს გაპარტახებულს. იქით ამბობენ ახლა რომ პრეზიდენტ შემოუერთდა აქციას ახლაო. და რომელი ხორი პრეზიდენტია? პრეზიდენტი არის ერთი სალომე. აი ზურაბიშვილი. ქალბატონო სალომე. დედა ვერ დამინახა.